მეორე დილით მითხრეს, რომ გამოდი ჩაიზე და მეუთხარი არა შიმშილობა მეთქი და რატო და მე ხო გამოვაცხადე მეთქი, რომ ხვალიდან შიმშილობას ვიწყებ. გაგლოევს შეეშინდა ჩემი შიმშილობის დაწყების, მე სიტყვას ვასრულებ მეთქი. და გავაგრძელე შიმშილობა, ოღონდ წყალს ვიღებდი ცოტას. შრალზე გადავედი, ციხის უფროსი შემოვიდა ჩემთან. სამი ქალი ვიყავით და თავისი ამალით და ძალიან უხეშად. ერთადერთი ეგ შემთხვევა იყო, ყვირილით მითხრა, რატო არ აჭამ, რატო არ ასვავ, რა გინდა, რას აღწევ ამითი. არ გავეცი ხმა, რა ილაპარაკებს და წავა, არა მქონდა მაგისი თავი მიპასუხა. რა გინდაო, რომ შეჭამო და გაგლოვის გახსნილი კონსერვნის ზაუდიდან მეთქი მოიტანე რამე პროდუქცია და შევჭამ მეთქი, გახსნა საკონსერვო ქარხანა და არ ამუშაობს რა. ან ფული მოტეხეს და ქარხანაც არ არსებობს. მერე მითხრა, რომ მოკვდი ერთით ნაკლები ქართველი იქნება. უთხარი, რომ უარს ვაცხადებ მეთქი, აღაც მედიკამენტს მივიღებ, აღაც წყალს. იქ სადაც მე ვარ, იმ დაწესებულების უფროსი თუ მეუბნება, რომ მოკვდი ერთით ნაკლები ქართველი იქნება, ესე იგი შეიძლება თქვენმე მომკლათ მეთქი. სულ გამიშრა ხელები, პირი, აი სუნთქვაც მიჭირა და შემოვიდა ექიმი მითხრა, რომ გადაგიყვანთ. ჩემ პალატასთან მორიგეობდა ხან 3, ხან 5 იარაღიანი კაცი. იქაც მემუქრებოდნენ, დალი ეჭამე, სახალხო დამცველიც მოვიდა. თვითონ სამედიცინო ცენტრის დირექტორი მოვიდა, ისიც მეხვეწა. ჩემი შვილის სიტყვები გადამომსეს და მეუთხარი, რომ არა მეთქი, მე აქედან არ წავალ იმითი, რა ქვია, რომ დამიმტკიცდა ჯაშუშობა და თქვენ გამიფორმებთ მეთქი. მე მირჩევნია მოუკვდე იმ სასამართლომდე, ვიდრე ამას ჩამიწერთ და მე ამას წლები მოვანდომო ამის ჩამორიცხვას, ვიდრე თქვენ სასამართლო ალან გაგლოვის სახელობის ცირკში მივიღო მონაწილეობა მეთქი.